კანონმდებლობის შემდეგ მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების გადახედვას 12 არასამთავრობო ორგანიზაცია ითხოვს. მედია კოალიციამ საკუთარი მოთხოვნა უკვე გაავრცელა. სამოქალაქო სექტორი ჩიქოვანს ინტერესთა კონფლიქტში ადანაშაულებს და მის ბიზნეს ინტერესებზე საუბრობს. არასამთავრობოები ვარაუდობენ, რომ ირაკლი ჩიქოვანს ბიზნეს ინტერესები მაგის სტილის გარდა, რომლის დამფუძნებელიცაა კავშირები კავკასიის ონლაინშიც აქვს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ გავრცელებული აუდიო ჩანაწერის მიხედვით ჩიქოვანი კანონზე თავის არიდების სხვადასხვა გზებს თავაზობდა. 12 არასამთავრობო ორგანიზაცია მოთხოვნას პარლამენტში თვის ბოლომდე შეიტანს. მედია კოალიცია საკანონმდებლო და საგამოძიებო ორგანოებს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის თავმჯდომარის უფლებამოსილების გადახედვას თხოვს. მონიტორინგის შედეგად კიდევ ერთხელ გამოიკვეთა ის ფაქტი, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის წილების ფლობა სარეკლამო ბიზნესში მოქმედი კომპანიისა უქმნის მას ინტერესთა კონფლიქტს თავისი საქმიანობის მიმართ. გამოიკვეთა, რომ კომუნიკაციის ეროვნული კომისია საუბრის მიხედვით საუბრობს კომისიის თავმჯდომარე საუბრობს, რომ ჩვენ ამ პერიოდის განმავლობაში ხელს ვაფარებდით და ეხლა უკვე ვეღარ დაგეხმარებით. ანუ ამ აუდიო მასალამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ის პრობლემატიკა, რომელიც შეეხება ინტერესთა კონფლიქტს. არასამთავრობოთა ინფორმაციით ჩიქოვანის ბიზნეს ინტერესებისა და კავშირების სქემა ასე გამოიყურება. მაგისტილ მედია სარეკლამო ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა. მისი დამფუძნებელი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანია. მაგისტილში ჩიქოვანის ბიზნეს პარტნიორია გოგი გეგეშიძეც, რომელიც ამავე დროს რუსთავიორს ხელმძღვანელობს. რუსთავიორის დამფუძნებელი კი გიორგი ყარამანიშვილია, რომელსაც წილები კავკასიის ონლაინში აქვს. სამოქალაქო საზოგადოების გარდა ირაკლი ჩიქოვანის თანამდებობრივ პასუხისმგებლობაზე საუბრობენ საკანონმდებლო ორგანოშიც. ეს პიროვნება ასოცირდება ყველა იმ უსამართლობასთან, რაც ამ 9 წლის განმავლობაში მედიას სივრცეში ხდებოდა, საკმაოდ შენიღბული, საკმაოდ დახვეწილი ფორმებით ითვლებოდა ქართული მედიის გასაქანი არ მისცემოდა და სამწუხაროდ იყენებდა თანამდებობრივ მდგომარეობას აი ამ ბიზნეს მიღწევისათვის. თავად ჩიქოვანს არასამთავრობოების მოთხოვნაზე პასუხი არ გაუწია, ვინაიდან იგი ქვეყანაში არ იმყოფება, თუმცა ინტერესთა კონფლიქტსა და სხვადასხვა კომპანიაში საკუთარ წილთან დაკავშირებით მან კომენტარი რამდენიმე დღის წინ გააკეთა. თუ იმ კომპანიას, რომელშიც მე ვარ დამფუძნებელი, ერთ-ერთ მობილურ ოპერატორთან ხელშეკრულება 2006 წლიდან მოყოლებული აქვს. როგორ ფიქრობთ, იმ მობილურ კომპანიას ხამე ის მოვიდა და ეს იზმრა, რომ მე აქ მოვიდოდი? და 2006 წელს გამირიგდა, რომ თურმე მე აქ მოვიდი და ამიტომ რეკლამას მიკვეთავ და ცოტა სირცხული და უხერხული ყوار არის ამაზე ლაპარაკი რა. არასამთავრობო სექტორს კომისიაში არსებულ დარღვევებზე 2 ანგარიში აქვს გამოქვეყნებული, მათ ანალოგიური მოთხოვნით წინა მოწვევის პარლამენტსაც მიმართეს, თუმცა მაშინ კანონმდებლებს რეაგირება არ მოუხდენიათ.